6 თვე არის ვხედავთ აი ამ აქციებს ქუჩებში, ხო? იყო უფრო მეტიც, უფრო ნაკლებიც არ არის იმდენი ადამიანი, რაც იყო, ხო, გასული თვეების განმავლობაში. მუდმივად ხალხზე მოწოდება თუნდაც ზურაბიშვილის მხრიდან, რომ გამოდით აი 26 მაისი ჩვენ უნდა ჩავიბაროთ. ასეთი განცხადებაც მოვისმენთ. ეს არის მოვლენა. რა ხდება, აი როგორ უყურებთ, როგორც აი ახალგაზრდებში ხარ თქვენ, ქუჩაში ხალხს უსმენთ, აი რა ხდება. აღარ არის, იმიტომ რომ ოჯახებში როგორც ჩანს, მშობლების თაობა, აი ოჯახებში ჯანსაღი პოზიცია არის. ადრე, როდესაც ეს პროცესები დაიწყო, ბავშვები უფრო რადიკალურები იყვნენ, რაღაცაები ეგონათ, როგორც ჩვენ გვეგონა რაღაცეები. ეხა კიდე არ მინდა ამ წიგნებზე გავამახო, იმიტომ რომ მართლა ვახო გამოსავალი არ არის, ინფორმაცია არის ჩვენი იარაღი, განათლება არის ჩვენი იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში აი ესეთი ლექცია არის, რომ არარაობა ალბათ ისა, რაც არც ეშმაკის და არც ღვთისა, აუ რამდენი კაცია ქვეყნად, რასაც ჩასძახებ, ისიც ისა. აი ეს გვექნება და ამას ვერ მოერევა პოლიტიკური კლასი, ჯანსაღი პოლიტიკური კლასი. მე ადრეც ვთქვი შენს გადაცემაში და ეხლაც გავიმეორებ, საზოგადოების მხარდაჭერა რო არ ყოფილიყო. აქ ისეთი ამბავი იყო რუსთაველზე, აი ნახევრად სიმართლე, ხა თქვენმა რესპონდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ აი რომ დაჭერილები რო არიანო ეს არის ნახევრად დაჭერ, მაგრამ რატოა დაჭერილი? იმიტომ რომ პარლამენტის შენობა დაწვა, იმიტომ რომ პოლიციელი დაწვა. შენ თუ თავისუფლებისთვის იბრძვი, გამოდი შენი კონცეფცია თქვი, რა გაწუხებს თქვი. თუმცა იმაში ვეთანხმები, რომ 400%-ით არ უნდა გაიზარდოს პარლამენტარი შემოსავალი, როდესაც ამდენი ადამიანი დასასაქმებელია. ხო, პირიქით უნდა შემცირდეს, რომ ნაკლები ადამიანი წავიდეს პოლიტიკაში და მეტმა იფიქროს წარმოებაზე და მეტმა იფიქროს დოვლათის შექმნაზე. რა საჭიროა ამდენი პოლიტიკოსი. აი ეს არის სწორედ მართო დიქაუსის დოქტრინის შედეგი, რომელიც 90-იანი წლებიდან არაჯანსაღი პოლიტიკის შედეგი, რომელიც მოდის 90-იანი